Pirpaso მეგობრები, მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ბატონი პაატა ბურჭულაძე. გადაცემის სპონსორია Village 11. ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11. კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. სიახლე გვირილაში გაატარე მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45. ბატონ პაატა მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ამ ხელა დონის ვარსკვლავი ყოველთვის იცლის ჩემი გადაცემის, ეს ჩემთვის ძალიან სამოყო ამბავი. ანუ მე უნდა გითხრათ რომ თქვენ ძალიან დიდი დონის ვარსკვლავებს ზანდებთ. მართლა ესეა. ყოველთვის უყურე ხოლმე თქვენს გადაცემას და ბედნიერი ვარ რომ აქ ვარ დღეს. მადლობა. ამასაც უყურებთ ალბათ ამ გადაცემას. შეიძლება ვნახო. თქვენი სტუმრობა ხო? მოკლედ ბატონ პაატა, თქვენ ერთ-ერთი ისეთი ადამიანი ხართ, რომელსაც აი ჩემი გადმოსახედიდან ახლა მსოფლიო დონის ვარსკვლავი ბრძანდებით და ცხოვრებაშიც, ანუ ისეთი ცხოვრებას შეგეძლოთ აგერჩიათ, რომ აი მაგალითად ახლა რა ვიცი, ნებისმიერ ქვეყანაში წახვიდოდით, იცხოვრებდით, გექნებოდათ უამრავი გასტროლი, ასე შემდეგ და აიჩეთ აბსოლუტურად სხვა რამ. ის რომ 24 საათის განმავლობაში ყოველ დღე არჩევნებიდან მოყოლებული რუსთაველის გამზირზე დგახართ. ავირჩიე, იმიტომ რომ ეს არის დღეს ჩვენი ცხოვრება და მე ეს შეგნებულად ავირჩიე. ყველა ის კი იქ ვართ. რუსთაველის გამზირზე ყველა ვარ თანაბრები და მე ერთადერთად გეტყვით, რომ ეს არ არის სტიქიური რამ, ეს არის შეგნებული რამ. აი სტიქიური როცა გამოვა ხალხიდან ერვი, ეს შეგნებულად ყველანი მიდივართ იქ და ვაკეთებ ემსახურებით ჩვენ ქვეყანას. და რა ჯობია ამას დიდი სიხარული, დიდი ბედნიერება რომ ემსახურო შენ ქვეყანას არ არსებობს. თან უამრავი ადამიანს გაიცანით ახლა, ხო, იქ ახლა უკეთ ერთი ოჯახი ვართ, სახელებით, გვარებით. ხო. რა ვიცი, როგორ არის იცით მე ნიღბიც არ არის ადამიანი, მე უკეთ თვალებით ვწნობთ ერთმანეთს. თო მარტო თვალებით ჩანს და თვალებიდან შენ ის არ არის, შენ დათო როგორ ახარ, როგორ ახარ. ხო. შეიძლება ისე ვერ იცნოთ, თუ ნიღაბი არ გაიგეთა, შეიძლება ვერ იცნოთ. ქუჩაში რო შეხტოს ვერ იცნოთ, კი. ხო, და თან რა არის ის ყოველ დღე მიდიხართ. რა თქმა უნდა, ამაჩავართ ეს დღე. კი. ყოველ დღე იკეთება რუსთაველი, ყოველ დღე 1000-2000 ადამიანი იქ არის, ეს საკმარისი იმის რომ გადაიკეთოს, მაგრამ როცა საჭიროა ბევრი, გამოდის ათობით 1000. ნუ ეს თქვენ იცით, ახლა მე რაც გიყვებით, მაგრამ რუსთაველზე ყოველ დღე არის 1000-დან 2000 ადამიანამდე. ახლა მე სხვა მაინტერესებს აი ამ პერიოდის განმავლობაში, ხო? თუ საქართველოში ხართ და ანუ რა თქმა უნდა შემოთავაზებები ხო გქონდათ ან გასტროლებთან დაკავშირებით რა ქენით ამ მიმართულებით? ანუ რა უნდა გითხრათ, ახლა მე იტალიაში მქონდა გასტროლები, ახლა ის იანვარი მხედველობაში მე გერმანიაში მქონდა. ნუ რა დროს გასტროლებია, როცა დღეს ჩემი აქ ყოფნა მე ფიქრობ რომ არის აუცილებელი. არა, ანუ გასტროლები ყველა გააუქმეთ ფაქტიურად. მე 2026 წლამდე ყველა გასტროლებმა გააუქმებული. თვითონ რას ეუბნებით ვინც ნუ გაჩნია ხა რომელი თეატრია ან რომელი საკონცერტო დარბაზია ზოგს ეუბნები რომ ხა ტელევიზიით როგორ რო ავატახარ მოპადიოთ თუ გავიდა იქ გადამახტევინები ზოგს ეუბნები რომ ბოდიში და რა ვიცი რაღაცას ეუბნები ჩემი იმპრესარი ეუბნება კი, მაგრამ ანუ ერთი კითხვა, აი ოჯახში. დიახ. არ განიცდიან თქვენ ამბავს, ახლა ჩემ მეუღლე არის ძალიან განიცდის ხოლმე ჩემ პოლიტიკურ. მეუღლე მაგალითად ხო? მაგრამ რა არის იცით მე ბედნიერი კაცი ვარ. ჩემ მეუღლე უკრაინელი. დიახ. ის უყურებს ტელევიზორში უკრაინულ იმას, გადაცემებს და უკრაინულ არქივს. ხო. ქართული ხა რო გითხრათ ქართულ არხზე გადმოსთავს არამედ. ისე აზზე არ არის საერთოდ.
მან იცის რომ ეს საღამოთი გავდივარ სუფთა ჰაერზე გასასწრებელზე. მე მოდიო სახში. ისე კარგად ძინავს მე ამის მერე და ისე მაგრამ ერთხელ მქონდა პრობლემა ძალიან. ერთხელ ჩავიწვი უკვე აღარ გამომივიდა ეს იყო 9 აპრილი როდესაც ჩვენ ყველანი ვათენებდით 8-დან 9 აპრილს და დილის 4 საათზე გახსოვთ ჩვენ პარაკლისს ჩავუტარეთ იმას ხარდაცულებს და იქ იყო მთელი ფიცის დადება ყველაფერი და ერთხელაც 9 აპრილს მე ვთხარი რომ სასიენოდ მივიდივარ მეთქი რომ არ ინერვიულოს და პირველ საათზე მირეკავს რატო არ ახარ სახში ვთხარი მე ხა ცოტათი შევჩით მეგობრებთან 2-ზე რატო არ ახარ 3-ზე 4-ზე ვთხარი ჩართე ტელევიზორი და მინახა სამთი ხელში მაგრამ მე უკვე მიხვდა რომ რაღაცა ხდებოდა მაგრამ მხარდაჭერა მაქვს რადგან უკრაინელია მე მხარდაჭერა მაქვს კი რა თქმა უნდა კი ბატონო მაგრამ ნუ ჯარიმები დავითვალე სადღაც 8 ჯარიმა გაქვთ ჯერჯერობით 8 ბოლო მოვიდა 2 დღის უკან დიახ 2 დღის უკან მოვიდა რისი ჯარიმა იყო 2 დღის რა ვიცი რომ 27 აპრილის მე მგონი ნუ 5-5000 ნუ ეს ყველა არის 5000-იანი ხო რა ენაღლებათ ხო მეტი არ შეიძლება თორე იქნებოდა მეტი მაგრამ პირველი ჯარიმა როდის მოგივიდას პირველი მოვიდა ჩემს იუბილეზე 70 წლის იუბილე მოგილოცეს 5000 ლარიანი ჯარიმით მომილოცეს და როგორ მომილოცეს იცით რომ თურმე გადავკეტე პარლამენტთან მე ვუთხარი როგორ შეიძლება პარლამენტთან გადამიგიდო როცა ოპერასთან ვიყავით მოვთხარი მოწმეთ ყავს 1000-ობით ადამიანი ხალხის ხაშოს მოდიოდა მოწმეთ წამოყვებით რომ ჩვენ ვიყავით ოპერასთან 1000-ობით ადამიანი ნუ ეს სასამართლო ეხლა ჯერ არ ჩატარებულა მაგრამ ეს ჯარიმა მოსულია ისე რომ ეგ ის დღე იყო ოპერაში რო არ შეგიშვეს ბატონ პაატა ბურჭულაძე მადლობა ოპერის თეატრში არ შეუშვეს თვითფას ტელემაყურებლებო ბატონ პაატა ბურჭულაძეზე საუბარი დიდი მადლობა რომ არ შემიშვეს იმიტომ რომ ასეთი იუბილეს მე ვერ გადავიხდი მართლა კარგი საოცარი დიდი მადლობა და ეხლა ყველას ვინც ჩამთვალა გირსა და მოვიდა და მომილოცა რუსთაველის გამზირზე ხო იმიტომ რომ რამდენ სცენაზე გამოსულ ხართ მაგრამ სატვირთო მანქანაზე მოწყობილ სცენაზე არასოდეს არ გიმღერიათ ხო ახალი ტრენდია რა ძალიან კარგი ყველა შეგვიძლია რომ ვიმღეროთ თათი კაი სცენა ყოფილა კარგია კი ბატონო ნუ მე მოყვა ჯარიმები მაგრამ აი რაც სულ მაინტერესებს ხო ხა აი პოლიციელებს რომ მიაქვს ჯარიმები ადამიანებთან ნუ ატყობ რომ არ აქვთ რეაქცია მაგრამ აი პაატა ბურჭულაძესთან რომ მიაქვს პოლიციელს აი ეს ფურცელი რა აი როგორი ისა არა აქვთ აი ეს სიცხვილის გზნობა ვიდეოზე აღვნიშნე კიდევაც პირველი 4 ჯარიმა 5 ჯარიმა უბრალოდ როგორ მოდიოდნენ და როგორ ძალიან მოწიწებით და ძალიან არ უნდათ, მაგრამ მაინც რომ გაძლევენ ამ ჯარიმას, ვალდებულები არიან. მაგრამ ერთხელ რუსთავის პროსპექტზე შემხვდა მე ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიჭი და მითხრა ბატონო პაატა ვიცითო ვიდეო ვნახეთო იმაში ინტერნეტშიო თქვენ რო დადეთო და ეს ადამიანი ვით თქვენ ჯარია მოგიტანა იყო ჩემი ძმის სიმამრიო 3 დღე არ უშვებდნენ სახში. თურმე როგორ შეგვარცხენ. პოლიციას. 3 დღე არ უშვებდნენ სახში, როგორ შეგვარცხენ. თუმცა სახელდაგვარი თქვით ჩვენ იქა. და იმის მერე უკვე მე აღარ მოდიან სახში, უკვე მიგზავნიან. პოსტით არა, პირდაპირ ტელეფონზე მირეკავენ და ესე. პირდაპირ. მაგრამ ან სასამართლო იმართება თუ არა თქვენთან? სასამართლო ერთი მქონდა მე. ეს და ჩემ ცხოვრებაში ხა მე არ ვიცოდი თუ მომიწევდა სასამართლოში მისვლა. მაგრამ მომიწია და მე მაინტერესებდა რა როგორია სასამართლო საქართველოს სასამართლო გაგონილი მაქვს მურუსიძე, ჩინჩალაძე ესენი ყველანი მაგრამ მაინტერესებდა როგორია ერთი მაინც თან როგორ შენ უნდა იყო როგორც ცუდი ადამიანი იქა და შენ გასამართლებს საქართველოს რო ძალიან ცუდი ხარ რაღაც დაარღვია მაგარი თავზე გამოცაც ისა ნინო ენუქიძე იყო მოსამართლე მე იქ სიამოვნება მივიღე, მე ეგეთი არ მინახე. ესე იგი 2 საათი არაფერზე, საუბარი არაფერზე აბსოლუტურად. აი ვერც ვერაფერს ვერ გეუბნებიან, ვერც ვერაფერს გიღიმიან, ყველაფერი ბოლოს გადმოვხედა 5000 რა. კბილა ვისთვის თვითონაც რო არის. არაფერი არის ხო? 5000 ლარი. ხო, აი, ხო შეიძლება იყო 5000 ლარი. კაცრად, არა, რადგან პაატა ხართ ბურჭულაძე. 5000 ლარი, იმილი. სოფლიო ბანი ხართ და აი ტკბილად და თბილად გამოგიწერათ 5000 ლარიანი, მაგრამ სულ მაინტერესებს რომ ანუ
თუ რაღაცა შეიცვალა ამ ქვეყანაში, ალბათ შეიცვალა. აუცილებლად შეიცვალა. როგორ უნდა მოვიქცეთ აი სიტყვაზე სასამართლოსთან მიმართებაში. ეს ხალხი ხო უნდა გასამართლდეს, ვინც ესეთ უკანონო აუცილებლად, მაგრამ მე რა წინადადებით შემოვდივარ. ხო. ეს მოსამართლეები აუცილებლად უნდა გასამართლდნენ. მაგრამ მე შემოვდივარ ის წინადადებით, რომ მურუსიძე უნდა გაასამართლოს ესენი. ხო. და შემდეგ სულ ბოლო უნდა გავასამართლოთ მურუსიძე. უკვე დამოუკიდებელი. იმიტომ რომ ამგენ უნდა იგრძნონ. ხო. რომ რა სასამართლოს წინაშე არიან. აი მურუსიძე უნდა გაასამართლოს ესენი მურუსიძე ესკელენ და ბოლოში უნდა თვითონ მურუსიძე. თვითონ უკვე დამოუკიდებელი. უკვე ნამდვილ სასამართლო. კარგი გეგმა. საჭირო. ხო, ნუ სასამართლო სასწაულია, ნუ აზრი არ არის, საერთოდ არ არის. იცი რა ბატონ პატა, ხა მინდა თავარ თემაზე გადავიდე, თქვენი ახალი ეს მოძრაობა, რომელიც შეიქმნა რუსთაველის გამზირი. ხო, აი ამაზე რომ მოგვიყეთ 2-20 სიტყვით. ნუ რუსთაველის გამზირი ბატონებო არის ძალიან ესეთი მოძრაობა, ეროვნული მოძრაობა, რომელიც ჩამოყალიბდა თავისით. ჩვენ არ ქონია არც არაფერი, არც არჩევნები არც. ხა მე ვერ ვიტყვი რომ მე ვარ ლიდერი იმისი, მაგრამ ასე გამოდის რომ ასე გამოდის რომ ხალხს უნდა რომ მე მათი აზრი ვთქვა. ამიტომაც ჩვენ გვაქვს ეგეთი გეგმები, ჩვენ აუცილებლად უნდა ჩავატაროთ ეროვნული ყრილობა, ესე იგი ბიძინა ივანიშვილის მოშორება მშვიდობიანი გზით ხდება მარტო ერთხელ. უნდა ჩატარდეს ეროვნული ყრილობა, ყველა სოფლიდან 3000-ზე მეტი სოფელია საქართველოში უნდა ჩამოვიდეს თავის დელეგატი, ყველა რაიონიდან უნდა ჩამოვიდნენ დელეგატები, ჩვენ უნდა დავждეთ ერთად ქალაქებიდანაც დელეგატები დავждეთ ერთად და გადავწყვიტოთ გვინდა თუ არა ახალი არჩევნები და რაც შეეხება ახალ არჩევნებს ვიცი რომ ვიწყით რომ გვინდა შემდეგ უნდა ჩავატაროთ ციფრულად არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევყვეთ ბიძინა ივანიშვილს თავის რაღაცნაირ აი მახეში რომ ვითომ სადმაც აგდებ და რაღაცას აკეთებ არავითარ შემთხვევაში ჩვენ უნდა ჩავატაროთ ციფრულად და რაც თავარია მილიონზე მეტი ადამიანი არის გასული საზოგადოებრივ ემიგრაცია უნდა მივიცეთ მათ საშუალება რომ მიიღონ მონაწილეობა საქართველოს მშენებლობაში ისინი იმგენო თუ არ მისცეს ხმა როგორი საქართველოს უნდა დარჩებიან სამუდამოდ იქ და საერთოდ გაქრებიან ჩვენი რადარებიდან აქ უნდა იყვნენ აქ ისინი გონებრივად არიან საქართველოში ფულს აგზავნიან თავის ოჯახებში საქართველოში ამიტომ უნდა მიიღონ მონაწილეობა საქართველოს არჩევნებში და ციფრულად მათ შეუძლიათ სახლიდან გამოსვლად მიიღონ მონაწილეობა ეს ციფრული არჩევნები არსებობს ხო უკვე ცოტა ხანში გვექნება უკვე ბევრი შემოთავაზება გვაქვს აი ჩვენს მოძრაობა რუსთაველის გამზირს ცოტა ხანში ექნება და შემდეგ წარმოადგენთ ამას ჯერ ძალიან დიდი სიცილ-ხარხაღი გამოიწვია ვითომ ოცნებაში როგორ შეიძლება ძალიანად შეიძლება თვარეზე შეიძლება დაждობა მილიარდების გადარიცხვა ტელეფონებით შეიძლება ერთი ბანკიდან მეორეში და თურმე არ შეიძლება ხმის მიცემა შეიძლება არის ამის გამოცდილება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ჩვენ ეს აუცილებლად გვჭირდება. გონი ბალტიისპირეთში არის ნამდვილად მე მგონი ლატვიაშია სკანდინავიის ქვეყნებშიც არის. მაგრამ რა არის ეს განსხვავება არის? ისინი ამას ატარებენ იმიტომ კი არა რომ არ ჯერათ იქ ბიძინა ივანიშვილი არ ყავთ მაგრამ რომ არ ჯერათ ამის. იქ უბრალოდ ცხოვრება წინ მიდის და უფრო ტექნოლოგიურად მაგრამ ჩვენ ეს აუცილებელია ჩვენთვის ეს. იმიტომ ჩვენ სხვა გზა არ აქვს რომ სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ. ამიტომ ჩვენ აუცილებლად უნდა ჩავატაროთ ზუსტად ციფრული არჩევნები. რომ ადამიანს შეეძლოს თავის ხმის მიცემა ისე რომ არ გაუყალბონ არავინ. ხო, ნუ აქ თვითონ ლეგიტიმაცია ხო სჭირდება აქ ამათ თავისი აქვს, თავისი ცესკო აქვს და თვითონ ითვლიან. ცესკო საერთოდ არ იქნება საჭირო, დაждდება ცესკოს გვერდები და შეხედავენ. როგორც კი დააჭერს ადამიანი ხელს ვთქვათ სან-ფრანცისკოში, შეხედავენ რომ მან ხმა მისცა საფრანგეთიდან აქ პირდაპირ ტაბლოზე აიწერება ყველაფერი. ისე რომ CS:GO აქ დაჭირდება. ჩვენ თავარია ეს რასაც შევქმნით, უნდა ვაჩვენოთ სოფლიოს ყველა ქვეყანას რომ კონდეს დამაჯერებლობა, რომ კონდეს ნდობა ამ ჩვენ სისტემას. და ამას სისტემა ექნება, როცა მივიღებთ ჩვენ ნდობას, ეს იქნება ყველაფერი. შემდეგ უკვე მილიონი თუ მილიონზე მეტი ადამიანი მიიღებს ამაში მონაწილეობას და ეს არის არჩევნები კონსტიტუციით. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ კონსტიტუციით და არა იმ კანონებით, რომელსაც ღებულობს ეს არალეგიტიმური მთავრობა. კონსტიტუციაში გვიწერია ხელისუფლების წყარო არის ხალხი. დავიწყოთ დანარჩენი. ჩვენ ვართ ხალხი, ჩვენ თუ მივიღებთ ამაში მონაწილეობას, ჩვენ თუ მივცემთ ხმას ამას, ჩვენ წყვიტავთ ჩვენ ბედს, გათავებულია საქმე.
ხო, რომ დაფიქსირდეს, ხო, 1.5 მილიონი ადამიანმა გამოიყენა სიტყვაზე ეს აპლიკაცია, ხო, უკვე ამხელა ლეგიტიმაცია, ხო, ამ არჩევნებს, მაღალი. ეს არის მე საქართველოს მეტი არაფერი არ არის. იმიტომ რომ აქ რა ვიცი, ამათ მოწყობილ არჩევნებში შესვლა რა ვიცი, თუ მინდა რომ გავერთოთ, გართობაც არის. არა, ხო, აი რომ ვინ უფრო დაიკავებს მეორე ადგილს, მაგაზე რო იბრძვით, უკვე მგონი ეგეც არასწორია. ეს დამოკიდებული იქნება როგორ გადაწყვიტავს ბატონი ბიძინა. ბატონი ბიძინა სათავისოდ გადაწყვიტავს, მე მგონი უფრო არა ბატონ პატრას ფიქრობ. არა, ეს არაფრით არ შეიძლება ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღება და ჩვენი პირველი ამოცანა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ დღეს რო გავდივართ ქუჩებში და თბილისში და რაიონებში, რომ ხალხო არ მიხვიდეთ ამ ცრუ არჩევნებზე, არ არის საჭირო. ჩვენ გეტყვით, როდის უნდა შევიკრიბოთ ერთად და ჩავატარებთ ყველაფერს, როგორც საჭიროა საქართველოს. რადგანაც ახლა თქვით, რომ ხალხთან გახვედით და უკვე ესაუბრებთ, ხო, რეგიონებშიც დადიხართ, ხო? ანუ მაღალმთიანებში რეგიონშიც გიწევთ ანუ კი, გვიწევს და საინტერესო რა, როგორი ცნობადობა. ესე ხალხი უნდა აი როგორ ხო რა, ხალხი უნდა რა არის, ბევრი უნდა იაროს პოლიტიკოსმა რა. ეხლა მე არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ პოლიტიკოსებზე მაქვს მხედველობაში. მაგრამ მე ხლა აი რო ავედი, ეხლა მე და კახა გოგიძე ვიყავით დაკრძალვაზე ხულოს რაიონში. ნადიმ ხმალაძის მამის გარდაცვალებას. ნადიმის, ხო, ხულოში ვიყავით იქ და გზა აგვერია ეხლა მთაში სადღაც ვარ და ერთი გლეხი მუშაობდა სადღაც, რაღაცა საკეთებდა გზაზე. და მივედით და ვკითხეთ, რომ როგორ მივიდეთ მეთქი რა იმამდე და უი, თქვენო გიცანით და კახამ კითხა, როგორ იცანია, თქვენო ის პატარა ხართო, მომღერალი რო ხართო, აი ლასკალაში რო იმღერეთო, კოვენგარდენშიო და თქვენ რო იქ დაიწყებთო და ხულოს ზემოთ. კი. მაგრამ განსხვავება რა არის, გორში რო ჩამოვედით და გორში რო მივდიოდით. ერთო გორელი ვიყურებს აი ესე და კახამ კითხა, იცანიო ვინ არისო და კიო ჩვენი გორელი ბიჭია. ჩვენი გორელი ბიჭია. გორელი. კი ბატონო. მაგრამ ეხლა ვარკეთში რო დავდიოდით, აი რატომ იმაშევით? ეხლა დავინა ჩვენ ვარკეთში ვარიგებდით ფლაიერებს, სადაც წერია ყველაფერი და ხედავ ერთი ქალბატონი მოდის, აი როგორ არის, აი თელი სიმძიმე რო აქ აი სახეზე რაღაც ჩანთა უჭირავს, სიმძიმე სახეზე როგორ არჩინოს ოჯახი რა. როგორ არჩინოს ოჯახი და რაღაცამდე მივედი და ესეც კეთილად ეს ფლაიერი მივეცი მეთქი და შევმხედა ისე რომ აი რაღაც აი ხო იცი სხვაგარო არის და უცებ რო შემოხედავს და რო ვერხსნობს რაღაცა და ერთ მოუთხა ესო პაატარიო და ვერცანითო და უი ბატონო პაატაო გადამეხოთ მე იაგოელები მეგონეთ იაგოელები ესე იგი მე რადო ვიდახი ამ პოლიტიკოსებო გადით ქუჩაში ხალხს დაელაპარაკეთ ხო და იაგოელები დადიან ქუჩებში ესე იგი ადამიანი იყო მიჩვეული რომ იაგოა დადის გადით ყველანი დაველაპარაკოთ ხალხს რაღაცა ხო აკაც სტუდიებიდან ხო ლაპარაკობენ რაღაც უნდა ხალხთან ლაპარაკი სტუდიებიდან ხო ლაპარაკობენ რა თუნდა ხალხთან ლაპარაკი რა თუნდა ყოველდღე აი საათობრივად რამდენი ток-შოუა დღეში ხო მე კიდე იმაზე Facebook-ზე დადებ Facebook-ზე ეხა Facebook-ზე რაღაც დადებ Facebook-ზე აი ამ აკრძალვებზე მაინტერესებს თქვენი აზრი აბსოლუტურად რა ვიცი აი ეხა Facebook პოსტების გამო უკვე ხალხი დაბარებული რა ვიცი ან ჯარიმები იქნება იმ ჯარებას არ გადაიხდით დაგიჭერენ ანუ რაღაცა მარაზმში ვარ ხო მეგონი გადაგზავნა ხალხზე მე გამახსენდა ერთი კახური ანეკდოტია რა ეგეთი ეხა თან კულტურულად მოყვები იმას ხო კახეთში არის ჭიდაობა ხო და რადიოთია გადაცემა და დიქტორს მიყავს ეხა ჩვენთანო აი ჩვენი მიტუაო და ესა ჭიდაობსო და ეხა თან ყვება იმას რა წესებია ამ ჭიდაობაში ჭიდაობაში აკრძალულია კბენაი ღრენაი მე გამოტოვე რაღაცა კბენაი ღრენაი და გულში დედის გინებაი აი შეიძლება ესეც გითხრან ეხა სოდახანში გულში დედის გინება არ შეიძლება ხო რა დაგიფიქრე აი შენ რაღაც გეთხოვა რომ მე გულში მაგი მაგრამ რა არის იცი საპირისპირო მხარეზე არ მოქმედებს იმიტომ რომ ხა მაგალითად თქვენ შემთხვევაში ხო ფონდი ავნანასთან დაკავშირებით რაც თქვენ ბრალები მოიგონეს თქვენზე ხო ანუ სასამართლო ფაქტობრივად ვერაფერი ვერ დაგიმტკიცათ ხო ბავშვებს ფული მოპარაო ხო ეგ იყო ერთ-ერთი თან როგორ მშიერ ბავშვი მშიერ ბავშვი ჩამოთეს ანუ გამძაფრე მშიერ ბავშვი თორე გამძაფრე ხო უჩილეთ შალვა რამი
ნუ უჩივლე იმიტომ ტელევიზიით რამოდენჯერმე თქვა და სასამართლომ თქვა რომ რა ვიცი ხო ის რას გენახავს ვერ ნახავს კალი გეკუთვნის თუ არ მეკუთვნის გეკუთვნის მაგრამ არ გეკუთვნის აი ეგ ვარიანტი იყო რა გაამართლოს ხო ნუ არა ნუ ახლა თავისი აზრით თარა უთხარი მე ბოდიში მოიხადო სასტრაფოდ რომ ესე პროკურატურამ 7 წელი ვერ მონახა ვერაფერი და ეს კიდე იძახის და ნუ არა არისო საჭირო რა დაწყნარდიო რა ესეთი იყო რა სასამართლოს გაწყვეტილება რა მაგრამ ჩემი გაუცება იყო ბოლო თქვენი ბატონ პაატა ოფენიარზე რომ გამოხვდით ეს კარგი თბილისი ოფენიარზე რა შეგიძლება იყო ეს ხო აბსოლუტურად სხვა სცენა იყო ახლა თქვენი უბედნიერესი ადამიანი ვარ დიდი მადლობა მე მითხრა ყველას ვინც იქ მომიწვია და ჩემს ამ ექსპერიმენტზე მე ერთხელ ნამღერი მაქვს არ გითხრათ რომ ხა სტადიონებზე ბევრს ვღეროდი მაგრამ ნამღერი მაქვს ისეთ სტადიონებზე როგორც 60,000 მაყურებელი იყო მაგალითად კონცერტი იყო ჩვენი რამოდენიმე ადამიანის და ყველა მაგრამ ამან საერთოდ ეს ახალგაზრდები ქართული და რაღაცა და მე ვარ საქართველოს და მართლა ანთებული ხალხი რომ აი ამ ახალგაზრდებს უნდა ერთი შეძახილი და უცებ შეცვლიან ქვეყანას რა აი მართლა შეცვლიან ქვეყანას უკეთესობისკენ ვის უნდა ეხლა ის რაც ხდება დღეს საქართველოში რომ სათითაოდ თუ ასე გაგრძელდა საერთოდ ჩამოვლის მე ყველაგან ეს რეჟიმი და მოყვებიან ნელ-ნელა მოყვებიან ისე რომ მე უბედნიერეს კაცი ვარ ეს ხა ცოხანში უკვე გაკეთდა ეს დამონტაჟდა ყველაფერი და დაიდება YouTube-ზე. ხა ბატონო ნანი ბრეგვადაც იყო და გიული ჩოხელი. გიული ჩოხელი და მერაბი მაინც მერაბია სეფაშვილი. მოკლედ ბატონო პაატა, ნუ თქვენ მაინც ოპტიმისტურად ხართ განწყობილი და მომწონს რომ ნუ ფაქტიურად ამ ბრძოლის ველში ხართ შეიძლება მიმართო. კი რა თქმა უნდა. ბატონებო ჩვენ ხელშია ჩვენი ცხოვრება, ჩვენ ხელშია ჩვენი საქართველო. ფარხმალის დაყრა არ შეიძლება, ნიჰილიზმი არ შეიძლება, ეხლა მოემზადეთ ყველა სოფელში, ყველა რაიონში. გამოავლინეთ თქვენი დელეგატები, მოამზადეთ შემოდგომაზე გეტყვით რიცხვს, როდესაც უნდა ჩამობრძანდეთ, ყველას ჩამოგიყვანოთ და დაგპატიჟებთ თბილისში, გადავწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის ბედი და შემდეგ ნოემბერში ჩავატაროთ ახალი კარგი არჩევნები. ისეთი არჩევნები რომ გადაარჩენთ ჩვენს ქვეყანას. ეს არის ერთადერთი გზა რომ მოვიშოროთ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ეს რეჟიმი. ხო, ღმერთმა გვისმინოს ამ ამბავში ძალიან აუცილებლად ესე იქნება, სხვა გზა არ არის. კი, იმიტომ რომ ახლა ფაქტობრივად ისეთი გარემოა შექმნილი რომ რაღაცა შეგუების პროცესს გავდივართ თითქოს, ანუ ხალხმა ვითომ უკვე ხო არ დაიწყო მე მაგაზე ნერვიულობ ხალხმა ხო არ დაიწყო იმაზე ფიქრი რომ მოდი აი ამასაც შევეგუოთ. რას უნდა შევეგუოთ? აი წარმოიდგინეთ რა სულ რომ გავადიდოთ ჩვენ თელ საქართველოს წინააღმდეგ დგას 200 ადამიანი. 200 ადამიანი. 200 მდიდარი ადამიანი. 200 მდიდარი ადამიანი, ვინც რაღაც მე აგზაებს. თვითონაც რო სარჩხუბის თავი არა აქვს, არც იმის თავი არა აქვს და რო გიქსევს იქეთ პოლიციელს მეორეს მესამეს. თვითონ ზის თავის კაბინეტში 200 ადამიანზე ეს არის ყველაზე მეტი. შეიძლება იყოს თქვა 50-ის თან. და რა ამათ უნდა დაანებდეს მთელი საქართველო წარმოუდგენელია. ჩვენ საქმე უნდა გავაკეთოთ ბატონებო. ჩვენ ხელშია ძალაუფლება, ჩვენ ვართ ხალხი, ჩვენ ეს ქვეყანა ჩვენ აქ დავიბადეთ, ჩვენ მას არ დავთმობთ. მინდა წარმატებები, ჯანმრთელობა გისურვო და ყველაფერი საუკეთო იმედია რა თქმა უნდა არ გიგზავნიან ხალხს ალბათ ბევრი ადამიანი. მოდიან, კი მოგზანელი იყო ძალიან ბევრი ისეთი რომ ჩემ ახლობლებს რომ რად გინდა მიდი რატო იფუჩებს საქმე, საწყობილი გაქვს ცხოვრება, წადი იმღერე, გააკეთე შენი საქმე, ეგეც. ამაზე მეტი საქმე დღეს რაც არის არ არსებობს. ბატონებო, ბოლომდე. წარმატებები. ბატონ პაატა ბურჭულაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. დიდი მადლობა ბატონ პაატა. გადაცემის სპონსორია Village 11. ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11. კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. სიახლე გვირილაში გაატარა მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.